ისე რა საოცარი რაღაცა მოხდა არა პრინციპში ყველაზე ძალიან რაც პატრიარქის გარდაცვალებამ გამოიწვია და თვითონ პატრიარქის პიროვნებამ გამოიწვია ხო საქართველოში როგორ აი გაიყო თითქოს სიკეთე და ბოროტება რა ხო ძალიან ძნელია საერთოდ სიკეთის და ბოროტების გაყოფა ისეთი არის გადახლართული ამ ტყუილებში ამ უბედურებებში არა აი პატრიარქის სიკვდილმა და აი ამ წერილმა ხო აი თითქოს სიკეთე და ბოროტება გაყო საქართველოში რა არის რაღაცნაირად პატრიარქის საქართველო უწმინდესი საქართველოს ვეძახები ამას და არის ყველა დანარჩენი ვინც აი ამას ეწინააღმდეგება რა აი ეს ხო მარტივად და დასანახი ამბავია ეხლა და ზუსტად აი ამ თემით მინდა დავიწყო რა ელემენტარულად აი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები მახსენდება სულ რომ ისა რა ქვია ბოროტება ძალიან ხმაურობსო ხო ძალიან მაგრამ სამყაროსო მაინც ჩუმის სიკეთე მართავსო რა და ეხლა მინდა უბრალოდ შეგიგროვეთ ვიდეოები აი სადაც მინდა რომ პირდაპირ განახოთ ბოროტების ხმაური ამ ქვეყანაში რა და კონკრეტულად აი ამ მოცემულობაში რაშიც ჩვენ ვართ აი მოლოდინის მოცემულობაში რომ ახალი პატრიარქი უნდა აირჩეს ვიფიქრე რომ აი რაღაცნაირად კოლეჯი გამეკეთებინა ამ ყველაფრის აი რას გულისხმობ ამ ხმაურში რა ამ ბოროტების ხმაურში რა თუ შეიძლება გავუშვათ ესე ვთქვათ პირველი ვიდეო რა ეს ეხება ესე ვთქვათ მე პეტრე პატაცაოს და რა თქმა უნდა მეუფე იობს რა თუ შეიძლება გავუშვათ ეს ვიდეო რა ეს სული პასუხისგებლობით ვაცხადებ რომ არსებული გაჩენილი ბზარი რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდის და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის ცხენსიკეთილობის შესახებ ჩემთვის ერთად როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისათვის და თქვენ ძალიან ხმაურიან განცხადებას აკეთებთ მეუფე ახლა ეს რას ნიშნავს როგორ უნდა გავიგოთ ამას მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ მადლობთ უფალს რომ ამ ეპარქიას ღირსეული მემკვიდრე ყავს მეუფე პეტრეს სახით სიტყვა რაც ისმის მეუფის ბაგეებიდან ეს ნამდვილად შესაშური არის და სამაგალითო არის როგორც ღირსეული მღვდელმთავრის როგორც მას პირადული ინტერესები არ გააჩნია მას ტკივა გული სამშობლოზე და ტკივა გული ეკლესიაზე და სწორედ ასეთ მღვდელმთავარს სჭირდება მხარდაჭერა თანადგომა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული მისი სიტყვები არასოდეს ეს არის ეკლესიის გაძლიერებისთვის ეკლესიის განწმენდისთვის სამშობლოს გაძლიერებისთვის და ვუსურვებ რომ სწორედ გიორგი ჭყონდიდელის მღვდელმთავრ ლოცვა კურთხევა შეწეოდეს მის სამღვდელმთავრო მოღვაწეობას ჩვენ ძალიან გვიყვარს მეუფე პეტრე და ძალიან ვაფასებთ მის მღვდელმთავრო მოღვაწეობას დიდი მადლობა სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამაცვალური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს დასრულდა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა ხო აი ეს ერთი ვიდეო ეხა კიდე ერთი ხმაურიანი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ და გავიხსენოთ ერთ ისტორია ამ კონკრეტული ადამიანების გარშემო რომელიც ხდებოდა აი თუ შეიძლება გავუშვით მეორე ვიდეო ეს არის რუის ურბნისის ეპარქიაში სროლა რომელიც იყო და იქ რა თქმა უნდა ადამიანი გარდაიცვალა და ეს სროლა მოხდა სამღვდელო პირებს შორის თუ შეიძლება გავუშვით სასულიერო პირებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები რუის ურბნისის ეპარქიაში მამოებს შორის გარჩევაზე ადგილობრივები დუმილს არღვევენ. მთავარმა გადაიღო ის ადგილი, სადაც მღვდლებმა ჯერ იჩხუბეს, შემდეგ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე დღის წინ დაუპირისპირდნენ. ხო, ну აი ხა წარმოიდგინეთ. ხა კიდე მინდა მე ესეთი ხმაურიანი ვიდეო, ესე ვთქვათ, როგორ იმაშვებიან რა, ხა ზენონის მისვლა მინდა მიტინგზე რუსთაველზე და გარშემო მამუკა ხაზარაძის ესე ვთქვათ მრევლი, როგორ მიაცილებს მას რუსთაველზე და
მოკლედ რას უძახი მე ბოროტების ხმაურს რა თუ შეიძლება ტაშით ეგებებიან აქციის მონაწილეები მეუფე ზენოს ჩვენ არ გვინახავს დღეს საპატრიარქოს განცხადება იმ მოვლენებთან დაკავშირებით რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირზე ხედავთ მოქალაქეების ახალგაზრდების ემოციას შეძახილებს ტაშს ეს ყველაფერი მიემართება სწორედ მეუფე ზენონის მისამართით. ხო, ნუ აი ხა მინდა გავუშვე ელემენტარულად და განახოთ რა არის საერთოდ და როგორი არის საერთოდ რელიგიური ფანატიზმი და რას ქვია რელიგიური ფანატიზმი საერთოდ საქართველოში რა. თუ შეიძლება ესეც გავუშვით რა. და კიდე ერთი რამ, რასაც მე ყოველთვის ვხადაგებ და ვიხადაგებ, რომ აიდი ბარათებთან დაკავშირებით ეს არის დიდი საშიშროება. ესა გამოცდა ქართველი ერის. არაფრით არ შეიძლება ამ ბარათების აღება. თან თუ ხედავთ, თუ აკვირდებით, რამხელა რეკლამა უკეთდება ამ ყველაფერს. რამხელა დიდი რეკლამირება მიდის ამ ბარათთან დაკავშირებით. და მე ვიტყვი, რომ ჯერ ერთი აი ნიშნავს მე ინგლისური სიტყვებია, დი არის შემოკლებით დემონი. ესე იგი მე დემონი ვარ. და ამით ადასტურებს და საოცარი რა არის რომ სწორედ როგორც იესო ქრისტე გაიყიდა 30 ვერცხლად ამ ბარათის აღებაც 30 ლარი ღირს 30 ლარი და თუნდაც ის რა დღის რომ არ არსებობს რაიმე ნივთი რომ შტრიხ-კოდი არ იყო დაფიქსირებული ამ ნივთებს და სწორედ იმ შტრიხ-კოდში არის 666 ხეცის რიცხვი არ არსებობს არც ID ბარათი იმიტომ რომ ესაა საერთაშორისო კოდი რატო შემოიღეს მაინც 666 რატო არ არის 777 ესე იგი ეს მიზანმიმართულად მიდის ეს არის იონეს გამოცხადების ის ადგილი სადაც ბრძანებს იონე ღვთისმეტყველი რომ ვინცო არ აიღებსო ან არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს ან მარჯვენა ხელზე ან შუბლზე ან კიდევ ხეცის რიცხვს ესე იგი ხეცის რიცხვი ცალკე არის ანტიქრისტეს ბეჭედში კი არ შედის ის სხვა რამე არის და ხეცის რიცხვი ეს არის აი საბუთები რასაც ჩვენ გვირიგებენ ისინი ვისაც არ ექნება ეს ყველაფერი ვერც გაყიდიან და ვერც იყიდიან მართლაც ეგრეა დღეს მისი გარეშე არაფერი აღარ ხდება აი სახლი რო შეიძინო ვეღარ გაიფორმებ თუ ეს საბუთი არ აქვს მიწა რო შეიძინო ვერ გაიფორმებ თუ ეს საბუთი არ აქვს სამსახურს ვერ იშოვი თუ ეს საბუთი არ აქვს ძალიან ბევრი მოდის ჩემთან მეუბნება რომ აი მეუფე მე მქონდა პირადობის მოწმობაში ჩემპიონ პასპორტში ვადა მაგრამ სამსახურში მითხეს რომ არა ახალი საბუთი უნდა იყო და ისე გავიშვე თუ არა და უნდა გადავიშვე სამსახურიდან აი ესე ავიწროებენ ადამიანებს ასე მიზანმიმართულად ხდება ადამიანების სულიერი დაცება და მის ხელშეწყობები რა თქმა უნდა ძალიან ბევრია საქართველოში. ხო, ნუ აი ავიცი რა, ერთი კანდიდატი ესე თქვა, პატრიარქობის კანდიდატი, აი ამ რაღაცებს ლაპარაკობს, ხო? რა ვიცი. აიდი ბარათებზე და ნუ მოკლედ რელიგიურ ფანატიზმში არის რა გადავარდილი რა და ეს მეორე კანდიდატი კიდე, რა ვიცი, სამჯერ დასრო კვალიფიკაცია არის და იქ რო არის, დათა თუთაშხიაში რო ყანდური არის, ხო იცით იმას რომ დააყრიან თავზე რა. ისიც ის არ არის ნასროკალი ტიპია რომ იმალება სადღაც და ხალხი რომ მიდის და ეს ვითომ რომ ის არის მგდელია ეს ყანდური რა ქვია და გვარსო თავი დავანებოთ ხო იმას რა ქვია ფოთის ის ვინც არის რა ხო ნუ კარგით ეხლა მინდა კიდე განახოთ რა ერთი ხმაურიანი სკრინი რომელსაც ზენონი აკეთებს თუ შეიძლება გაუშვით ეს სკრინიც აი მეუფეში არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის თუ წარმოიდგინეთ ყოველ დღე გამოდიან ხან ერთი ხან მეორე ხან მესამე და აი ესეთ რაღაც საოცრებებს იძახია რა აი ამ არჩევნების წინ რა იმის მაგივრად რომ ერთიანობა გვანახონ რაღაცნაირად გარეთ თუნდაც შიდა დაპირისპირება იყოს გარეთ არ გამოიტანონ და რაღაცა იმიტომ რომ გაითვალისწინო რომ რევლია საქართველოში ამ რევლს შეუძლია რომ რაღაცა არა მაინც გამოდიან ეთერებში თან მით უმეტეს აი ამ ეთერებში ხო ვითომ ეგრეთ წოდებულ იმას იმ ეთერებში ოპოზიციურ ეთერებში და ეს რაღაცებს ლაპარაკობენ რა ხო და აი ხა მინდა განახოთ კიდე მეორე სპირიდონ სკიფურიშვილი რო არის კიდევ ერთი
გამყიდველი ხელისუფლება დიდმა პატარა მიცის, რომ ესენი ფულს აკეთებენ. ჩვენ უნდა აი დიდმა და პატარა მიცის, რომ ესენი ფულს აკეთებენ. დაავტკიცე რა ამას რო იძახი. რას ნიშნავს დიდმა და პატარა მიცის? ამხელა კაცი ხარ, გამოდი და ფაქტი თქვი რა. ეს არის ჭორაობა, დიდმა და პატარა მიცის. ესე შეგიძლია ყველაფერი შეფუთო, ყველაფერი იცოდეს დიდმა და პატარამ, შენი იმიებით, რა ქვია, ლაპარაკით. რას ნიშნავს დიდმა და პატარა მიცის? მეტი სიტყვები, მეტი ფაქტი არა გაქვს, მარტო ესა გაქვს ფაქტად, რომ დიდმა და პატარა მიცის? ხო, ჩვენ უნდა ვილოცოთ, ჩვენი საქმე არ არის როგორ გაყიდის ქართველი მიწას, როგორ გენოციდს მოუწყობს ქართველ ეთნოს ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი. ხო, ნუ ესეც იმიტომ განახეთ, რომ ხმაური, სულ ხმაურს დეხავე რა. და ამიტომ გამახსენდა ეს ჭაბუ ამირეჯიბის ეს სიტყვები რა, რომ ბოროტება ძალიან ხმაურობსო რა. აი ხა მინდა განახოთ ელემენტარულად სიჩუმეს მაინც სამყაროს სიკეთე მართავს რა. აი ერთი ვიდეო განახოთ და მეორე სურათი განახოთ მინდათ რა, როგორი სიკეთე მართავს მაინც სამყაროს რა. თუ შეიძლება რა. მინდა გიორგი მინება რომ ყავდეს მოსახდრე და ასეთი არის მეუპეშიო. აი, ჩუმის სიკეთე რა. აი, ამას ნიშნავს ჩუმის სიკეთე. როდისმე რამე გინახიათ, რომ სადმე ეთერში მისულიყოს, ხმა მოეღოს, პირნათლად ასრულებს პატრიარქის დანებარებს. და ის 9 წელიწადით, როდესაც პატრიარქს ემსახურებოდა და შეისწავლა მთელი მართვა როგორი უნდა იყოს ეკლესიის. ამაში თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ? აი ამ ადამიანებში, რომელიც მე განახეთ? იმ ხალხს მიუმართავ რა, ვინც აჟიტირებულია და ხმაურობს ამათთან ერთად რა. ბოროტება ხმაურობს, ბოროტება. ეს არის სიკეთე, რომელიც ჩუმად არის და მაინც მართავს ყველაფერს რა. ჩუმის სიკეთე ქვია ამას რა. ხო და არ ვიცი რა, მე მაინც არ წარმომედგინა თუ აი ესეთი ამბავი ატყდებოდა რა, ოფიციალურ ყველაფერს რა. ესეთი გამწარებულები, ესეთი ამოვარდნილები ყველანაირი თან ეპისკოპოსები, თან აი ესეთი გაგიჟებულები, ნუ აი რატო უნდა იყოს ეს სიტუაცია ვერ ხვდები რა. იმთან თან შენ თავს რო პირველ რიგში შენ თავს რო იწვავ ყველაფერში რო იმიტოა რა, რომ ეს ილუსტრირება იმიტო არის ეს ყველაფერი, რომ აი არის პატრიარქის საქართველო და არის ყველა დანარჩენი სხვა. ყველა დანარჩენ სხვაში შედის ბოროტება, ვინც ხმაურობს. და პატრიარქის საქართველოს არაფერი არ უნდა, ელემენტარულად უნდა პატრიარქის ანდერძის შესრულება. სხვა არაფერი არ უნდა და აი ამას ეწინააღმდეგებიან ყველაფერს რა. მარკოზის სახარება მინდა პატარა მონაკვეთი წაგიკითხოთ, ეს არის მარკოზის სახარება 9:33-35 თუ შეიძლება რა. მივიდნენ კაპერნაუმში, სახლში ყოფნისას კითხა მათ, რაზე დაობდით გზაში? ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ ვინ უფრო დიდიაო. დაჯდა, უხმო 12-ს და უთხრა, თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური. აი, რაც ხდება ეხა ჩვენ გარშემო, ხო? ამის გათვალისწინება ამათ არავის არ უნდათ. იმის პასუხისგებლობა, რომ პირველი იყო და თან ყველას ემსახურებოდი და ყველაზე უკანასკნელი, ხო? ამის გაგება არავის არ უნდა. აი, პირდაპირ ჩაას, ხო? გამოვარდა და პიტერასტით და იმით დამათვალობით შეპყრობილი კივის და წივის. ამას როგორ შეიძლება, ხო? ეს რო პირველი გახადო, ნუ არ ვიცი რა, შეიძლება ის გახდეს რა. წარმოდგენა არა, მაგ და კიდე ის დანარჩენები რა. ადამიანი, რომელიც კიდე ერთხელ ანახეთ შიოს სურათი რა. მეუფის შიოს სურათი, კიდევ ერთხელ ანახეთ, რომ სადაც ყველაფერი ჩანს. სიკეთეც, სიჩუმეც, ჩუმად კეთება თავისი საქმის და ერთგულად მსახურება პატრიარქზე რა. ამაზე მეტი როგორ უნდა დაგანახოთ ღმერთმა, რომ აქ არის ჭეშმარიტება.